ჩვენი უფლის იესოს სახელით ჩვენ შევდივართ ძალიან მნიშვნელოვან დღესასწაულებში, იმიტომ რომ ეს კვირეები, ეს დეკადა შეიძლება ასე ითქვას, არის ჩვენი უფლის აღდგომის დღესასწაულის აღმნიშვნელი და ვიდრე იესო ავიწავიდოდა ჯვარზე ჩვენთვის, ეს აბსოლუტურად წარმოუდგენელია ადამიანისთვის თუ რა გააკეთა ღმერთმა. ის ემზადებოდა ამისთვის, თავის მოსწავლეებს ამზადებდა, პუბლიკას ამზადებდა და სადაც მიდიოდა იესო, დიდი სიხარულით ხვდებოდნენ მას. და ვიცით ხო, არის დღესასწაული, სადაც ხის ტოტებით, პალმის ტოტებით ხვდებოდნენ, ეგებებოდნენ, ტანსაცმელს იძრობდნენ და უგებდნენ იესოს ფერხთით. და ეუბნებოდნენ, რომ ოსანა დიდებულ ღმერთსო. რელიგია ამას თავისებურად აკეთებს, როგორც აღიქვამს ისე, მაგრამ იცით, არავინ არ იცოდა თუ რა უნდა გაეკეთებინა იესოს. როდესაც ჩვენ ვიცით რა გველოდება, უფრო დამწუხრებული ვართ, მაგრამ იესომ არავის არ აცოდინა, ძვირფასებო, რომ ის ჩვენს ნაცვლად უნდა წასულიყო სიკვდილზე. ესეთი დიადი რაღაც მინდა რომ მომდევნო კვირას ვიქადაგო, იმიტომ რომ დღეს არის ეს დღესასწაული, ბევრი სოფლიოში აღნიშნავს ამ დღეს, ამ დღესასწაულს ძვირფასებო და კიდე ერთხელ მინდა გითხრათ, რომ 80-85% მართლმადიდებელი მრევლის მთელ სოფლიოში დღევანდელ დღეს აღნიშნავს აღდგომას. რამოდენიმე ეკლესია მართლმადიდებელი, რომელიც 12-ში აღნიშნავს, ამიტომ ამჯერად ჩვენ გადავწყვიტეთ 12-ში აღნიშნოთ, ამიტომ მოვემზადოთ მომდევნო კვირისთვის ჩვენ გვექნება საოცარი ზეიმი. ჰალელუია. დასაწყისში ღმერთს არ დაუწყია ბრძოლა განსაკუთრებული, რაღაც სხვანაირი და არ იყო ის იმისთვის მომზადებული ძვირფასებო, რომ რაღაცნაირი ბრძოლა გამოეცხადებინა სიბნელისთვის, იმიტომ რომ ვიცით ხო, რომ ესე წერია, რომ იყო ქაოსი, იყო სიბნელე, იყო წვდიადი და შემდეგ უკვე უფალი აგრძელებს. თუ რა გააკეთა მან. იცით, ღმერთმა შექმნა ნათელი პირველივე წიგნის პირველივე ფურცლებიდან პირველივე მუხლებში წერია, რომ ღმერთმა შექმნა ნათელი და არ დაუწყო ბრძოლა სიბნელეს. მან განაცალკევა სინათლე სიბნელისგან. გამოყო სინათლე სიბნელისგან. იცით, სიბნელე არ წარმოადგენდა ღმერთისთვის რაღაც კონკურენტს. მას არ ეშინოდა, რომ აი როგორმე სიბნელემ არ შემიშელოს ხელი. სიბნელე არ იყო ღმერთისთვის პრობლემა. მან შექმნა რაც უნდოდა და ზღვარი დადო მათ შორის. სიბნელე არ არის რაღაც მხოლოდ ვიზუალური ძვირფასებო ესეთი წვდიადი, ბნელი. ეშმაკიც ვიცით ხო გვევლინება სინათლის ანგელოზის ფორმით. ანუ სიბნელე ყოველთვის არ ნიშნავს, რომ რაღაც ჩაბნელებული უნდა იყოს და არანაირი პატარა შუქიც კი. სადაც სიბნელეზეა საუბარი ბიბლიაში, იქ არის საუბარი. ეშმაკის სამეფოზე, ცოდვაზე, წეულებაზე, სიკვდილზე, უარყოფითზე, რეგრესულზე და ასე შემდეგ. და მე მინდა დღეს აი მივყვეთ ნელ-ნელა. ამიტომ რომ ეშმაკს უნდა რომ აცდუნოს ღმერთის მიმდევრები და ის ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ იცის რა ყოველი ჩვენთაგანის ესე ვთქვათ გემოვნება და მიდრეკილება იმ კუთხით და იმ მდგომარეობაში ჩამოგვაშოროს სინათლეს, რომელიც ღმერთმა შექმნა ჩვენთვის. ესეთი სათაურით მინდა დღეს რომ ვიყოთ ჩვენ ძვირფასებო, რომ გამოყო ღმერთმა ეს მდგომარეობები და ჩვენც ვიყოთ გამოყოფილი სიბნელისგან.
ღმერთმა ისევ მისცა შანსი გადარჩენის გზაბნეულ და ჩამორჩენილ ხალხს. ოღონდ მას ზურგი უნდა ექცია თავისი მიჩვეული კომფორტისთვის, დაკავებულობისთვის, მოუცლელობისთვის და გასაყოვლად შემოტრიალებულიყო ღმერთისთვის. ღმერთმა მისცა სერიოზული შანსი ხალხს, რომელიც იმ დროისთვის იყო ძალიან გარყვნილი აი ამ სიბნელის გამო ძვირფასებო. ისე გაერყნა დუნია მემლექეთი მაშინ, რომ საერთოდ არანაირი იმედის ერთი პატარა ძაფიც არ იყო და ღმერთმა გადაწყვიტა მათი დაღუპვა ამ ცოდვის გამო. ესმეთ? და უთხრა, მე მინდა რომ შენ არ დაიღუპო, თუ გინდა მოგცემ შანსს, მაგრამ უნდა შეასრულო პირობა. ჩვენ, როდესაც ბიბლიასთან გვაქვს საქმე, მეგობრებო, მინდა რომ საერთოდ და მუდმივად გვახსოვდეს, რომ ბიბლია არის პირობათა წიგნი. ესმეთ? ბიბლია არ არის ის ბრძანება, რომ ეს ესე მოხდება და მორჩა. ბიბლია არის პირობა, სადაც შენ გეძლევა მისი საშუალება, რომ თუ შენაც რაღაც წილს პირობის შეასრულებ, ჩემი დაპირებული იქნება ასრულებული. ამენ. ჩვენ ვიცით, რომ ბიბლია გვპირდება ღმერთი ბიბლიაში სასწაულებს, მაგრამ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენაც ჩვენს წილ პირობას შევასრულებთ. ისინი დაუპირისპირდნენ ღმერთის გადარჩენის ერთადერთ გზას. იცი, ნაცვლად იმისა, რომ დაეჯერებინათ ამ ერთადერთი გზისთვის, ერთადერთი გეგმისთვის, ერთადერთი ნებისთვის გადარჩენის, ხომ არ იყო სხვა გზა გადარჩენის ვიფასებო კიდობრის გარდა. აი, ნაცვლად ამისა ისინი შეეწინააღმდეგენ ამ გზას და პირიქით შეურაცხყოფას აყენებდნენ ნოეს, რომ რატომ გვიქადაგებ, რომ ყველაფერი მივატოვოთ, რატომ გვიქადაგებ, რომ მოვშორდეთ ჩვენს სახლკარს, ეზოკარს, მიწაწყალს, ამდენი რომ ვიწვალეთ და ვიბრძოლეთ, რატომ გვიქადაგებ ერთგულებას. აი დღეს დღევანდელ რეალობაში რო გადმოვიტანოთ, რატომ გვიქადაგებ მორჩილებას, რატომ გვიქადაგებ ნოე მიტევებას, რატომ გვიქადაგებ მსხვერპლიანობას, რატომ გვიქადაგებ თავმდაბლობას, რატომ გვიქადაგებ უბრალოებას. გესმენთ? ამიტომ რომ ბიბლია ამას ქადაგებს. სწორი ეკლესია ამას უნდა ქადაგებდეს. სწორი ეკლესია უნდა იმეორებდეს იმას, რაც თქვა უფალმა. რატომ გვასწავლი ჭკუას, რომ ვიყოთ მადლიერი, როგორ უნდა ვიყოთ ყვაყოფილი ნოე ყველაფერზე, როგორ შეიძლება და საიდან ერთი გამაგებინე, რომ ვიხაროთ პრობლემებში. გესმენთ? და ნაცვლად იმისა, რომ დაეჯერებინათ ნოესთვის, შეეწინააღმდეგენ მას, ვიფასებო. ერთადერთი გზა ხსნის მათთვის აღმოჩნდა დამღუპველი, როცა აბსოლუტურად შესაძლებელი იყო მათი გადარჩენა. მეორე პეტრეში, მეორე თავში ნოეს უწოდებენ სიმართლის მქადაგებელს. ვიფასებო, იცი არასოდეს და არსად არ ყვარებიათ, არ უყვართ და არ ეყვარებათ სიმართლის მქადაგებელი. გესმენთ? რა საინტერესოა. ხალხი ეძებს ყურის მომქავებელ ქადაგებას, რაც მის ხორცს სიამოვნებს, არ მამხილო, არ მასწავლო, არ შეეხო ჩემს დამოუკიდებლობას და როცა მე გადავწყვეტ იქნები შენთან და მოვალ. ისე შენი საქმე არ არის. მე და ჩემი ნაბადი. არ ვიცი თუ ვინმეს გახსენებს, რაიმეს თუ გაგონებს ეს ყველაფერი. მაგრამ ნოე მოხსენებულია, როგორც სიმართლის მქადაგებელი ძვირფასებო. ნუ იფიქრებ, რომ ვინმე არ შელახოს შენი რეპუტაცია. თუ გინდა სიმართლის მქადაგებელი იყო, ილაპარაკე სიმართლე, რომელიც არის ბიბლია. მხოლოდ ის არის ერთადერთი სიმართლე და ჭეშმარიტება. ამენ? და იესომ გვითხრა, ყველა იქნება დევნილი, იმიტომ მეც დევნიდნენ, ვისაც უნდა ღვთისმოსაობაში ყოფნა, დევნილი იქნება, მხოლოდ სიმართლის მქადაგებელი იქნება დევნილი.
ნუ უყურებ იქნები თუ არა დევნილი, დამცირებული და ასე შემდეგ. იქა დაგესიმართლე. ამენ? რომ დარჩე მემატიანეს სიმართლის ქადაგებლად და არა კომპრომისულ დამთმობ ქადაგებლად. შერჩე შენი სახელი. შეიძლება არავინ არ უარყოფს სინათლეს, მაგრამ იცით რაში არის ძვირფასებო უდიდესი პრობლემა? ხალხი სინათლეშიც იყო და მათ სიბნელის საქმეებიც იზიდავდა. არა მგონია იქ ყოფილიყო ვინმე ესე ვთქვათ ესეთი აფაფრებული ათეისტი, რომ არ წამს ღმერთის ეს სისულელეა. სადღაც შეიძლება ყველას წამდა ღმერთის. დღეს ვერ იპოვე ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ ღმერთი არ წამს, შეიძლება თითოეულობა. მაგრამ სად არის, რას აკეთებს და ვისთან არის ძვირფასო? ეს არის უმნიშვნელოვანესი. ისინი ღმერთის საქმეებს აკეთებდნენ და პარალელურად უყვარდათ წუთისოფელიც. ამიტომ გვეუბნება იესო, ნუ გიყვარს წუთისოფელი. და რა არის ეს წუთისოფელი ძვირფასებო? რა არის ამ წუთისოფელში? მოდით ერთად ვიმსჯელოთ. გულის თქმები, საზრუნავები, ჯიბრი, სიამაყე. რა არის წუთისოფელში? რას ხედავ შენ სირგვლივ? შეიძლება შენ არ ახარ წუთისოფელი. მაგრამ რას ხედავ? ჭორები, ცილისწამება, ამბოხი, ბილწიტყვაობა არის? არის. ლოთობა, კეფთაყვანისცემლობა, მამონა, თავშეუკავებლობა და შეიძლება გააგრძელო და გააგრძელო ეს სია. შენს კონსპექტში კიდე მიაწერი რაც არის და რასაც ხედავ იქ. რისგანაც გიხსნა უფალმა და რამეში თუ საჭიროებ დაწერე, რომ ღმერთო ამ სფეროში მინდა გამომასწორო. ამ სფეროში მინდა გამოვსწორდე, იმიტომ რომ ეს არის თანმხლები წუთისოფლის ძვირფასო. ამენ? ეს არის მისი არსი, მისი ხერხემალი, მისი საყრდენ მამოძრავებელი. ჰალელუია. ეშმაკმა იცის, რომ ამ საქმეებით დაკავებული ადამიანი მოხდება ჯოჯოხეთში, ვერ მოხდება სამოთხეში, ამიტომ გაყვარებს მას და ამიტომაც გითხრა იესო, ნუ გიყვარს წუთისოფელი. შეიძლება შენ არ შეგყვარებია, ვინ იტყვის, რომ მე მინდა შევიყვარო ჭორი, მე მინდა შევიყვარო ცილისწამება, მე მინდა შევიყვარო ამპარტავნება. ვინ იტყვის ამას? არავინ ძვირფასო. და რას ნიშნავს სიყვარული? ატარებ დროს ამ ყველაფერთან და ავტომატურად ხდები მწარმოებელი მისი. ჰალელუია. იესოს არ უყვარს ქვეყნიერება. გესმით? მე მინდა შეგახსენოთ, რომ სამუდამოდ დაიმახსოვროთ. თუ რა არის ქრისტიანობა? ქრისტიანობა არის, ძვირფასებო, რომ არ გიყვარდეს, რაც არ უყვარს იესოს და გძულდეს, რაც ძულს იესოს. აი რა არის ქრისტიანობა? ქრისტიანობა არ არის რიტუალები, ძვირფასო, გესმით? ქრისტიანობა არ არის, თქვათ, ჯვრის ტარება, ეკლესიაში ყოფნა. ეკლესია საერთოდ არ არის კედელი, სკამი, გუმბათი. შენ ხარ ეკლესია. ამენ? და თუ გინდა იყო ქრისტიანი, ნიშნავს იმას, რომ გძულდეს, რაც შეიძულა იესომ და გითხრა, რომ უნდა გძულდეს და გიყვარდეს, რაც მას უყვარს. ამენ? არ უნდა იყო იქ მისიანი და აქ აქაური. არის ესეთი, ხო? არის ეგეთი კატეგორია ხალხის. შენთან შენიანია, მასთან მისიანია. ესეთი საოცარი მულტფილმია ძვირფასებო, იქედან არის ერთი ეპიზოდი აღებული, ხშირად ვაჩვენებ ამას. ყველაზე საშინელი ხალხი არიან, არა ისინი, ვინც არის წინააღმდეგიან მომხრე, არამედ ვინც არის შენიანიც და მისიანიც. გასმეთ? არ არის პრობლემა იმაში, რომ აქ ჩვენ ჩვენიანები ვართ ყველა. ერთი გუნდი ვართ. ამენ? მაგრამ ყველაზე სახიფათო არის, აქ შენიანი ვარ, იქ მისიანი ვარ. ამენ?
მიაქციეთ ამას ყურადღება. ეს ხო იცით რომელი ისა? შარხანი და იმ ტურას რა ერქვა. გახსოვთ ეს მულტფილმი მეფე ლომზე? მაუგლია ესა? მაუგლი. მიყვარდა მე ძალიან მულტფილმები, ახლა აღარ მცალია მულტფილმების ყურების, მაგრამ ვიდრე ბავშვებს ვზრდიდით, დიდი სიამოვნებით უყურებდით ამ მულტფილმებს. ნუ რა თქმა უნდა, ისეთი ინტერესით არა, როგორც ბავშვები, მაგრამ გესმით? იესო არასოდეს არ იქნება ესეთი. შენთან შენიანი და იმასთან მისიანი. იესო ყველგან შენიანია. ამენ? შენ ყველგან უნდა იყო მისიანი და არა აქვს ამას მნიშვნელობა თუ სად როგორ იქნები. იმიტომ ეს ორ პირობაა ძვირფასებო. ამენ? ეს არის ის სიბნელე, რომელსაც უნდა გამოიყო. ჰალელუია. მე მინდა რომ დღეს სულიწმინდა დაგვანახოს ჩვენ სიბნელები, რომელიც საფრთხეს გვიქმნის, კი არ გვინდა იქ ყოფნა, მაგრამ თუ არ გამოვეყოფით, ჩაგვითრებს და დაგუბავს. ჰალელუია. თავისუფალ დროს ვისკენ ხარ? ამენ? ვისთან ხარ თავისუფალ დროს? ანდა რას ნიშნავს საერთოდ მტრის ბანაკი? თავისუფალ დროს დაუსვი შენს თავს კითხვა. თუ ქრისტიანი არის ის, ვისაც უყვარს, რაც უყვარს ქრისტეს და ზულს, ყველაფერი რაც ქრისტეს ზულს, თავისუფალ დროს რო იქნები, რა საქმესაც არ უნდა დაადგე. კი იესოს კითხე, იესო გიყვარს ეს საქმე? თუ უყვარს გააკეთე. თუ ძულს იესოს ის საქმე, რაც უნდა აკეთო, არ გააკეთო. და ამით ნელ-ნელა გამოხვალ სიბნელისგან. ეს არ არის სავალდებულო, რომ იყოს რაღაც საშინელება, კვლელობა, რუშობა, რა თქმა უნდა. შეიძლება სულ არ იყოს ადამიანი ქრისტეს მიმდევარი, მაგრამ ამას არ აკეთებდეს. იყოს პატიოსანი. გესმით? წუთისობაში არის პატიოსანი ხალხი. და ვიდრე ჩვენ გაგვეხსნებოდა ღმერთზე, საერთოდ რაიმე და იყო ჩაკეტილი ჩვენი მაშინდელი ქვეყანა ღმერთისგან, კომუნიზმის გამო, ხალხი პატიოსნად ცხოვრობდა და იყო პატიოსანი ხალხი ძვირფასებო. ამენ? ყოველ გვარს ყავდა პატიოსანი წარმომადგენელი, ყოველ სოფელში იყო პატიოსანი ადამიანი, ქალაქში იყო პატიოსანი ხალხი. არა ნომენკლატურული რაღაც ინტელიგენცია, არამედ იყვნენ. ამენ? მაგრამ მინდა მიაქციოთ ყურადღება. საქმე, რასაც მოკიდებ ხელს, თუ გინდა, რომ სიბნელეში აღარ იყო და იყო სინათლეში, დაეკითხე ყოველ ჯერზე იესოს. ეს საქმე შენთვის მისაღებია და აუცილებლად და აბსოლუტურად გაგიხსნის უფალი და გეტყვის ამას. ამენ? წუთისოფელთან კეკლუცი და მეგობრობა, ორგულობა. ვინც ეკეკლუცება წუთისოფელს, ის ორგულია. ღმერთი ამბობს ამას, მეგობრებო. ვინც ეკეკლუცება და მეგობრობს წუთისოფელს, ის მოღალატეა. ვინც ეკეკლუცება და მეგობრობს, ის სულიერი მრუშია. ეს ღმერთის მტრობა. მოდით ნახოთ იაკობი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით. მრუშნო, რა სასიამოვნო სახელია. ესე, როდესაც მე პირველად ეს წავიკითხე, თქვი ღმერთო, მე არ მინდა რომ მეკუთვნოდეს ეგ სიტყვა. ამენ? მრუშნო, განაარიცით რომ წუთისოფლის მეგობრობა ღვთის მტრობაა? ასია, ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება. ამენ? აქ კონკრეტულად გვაყენებს საქმის ხურში ძვირფასებო ღმერთი. თუ გინდა არ იყოს სიბნელეში, უნდა გადახედო ვისთან მეგობრობ. ამენ? უნდა გადახედო ვინ უნდა იყოს შენი მტერი, იმიტომ რომ ვინ არის მტერი ღმერთის? არ შეიძლება ღმერთის მტერი იყოს შენი მეგობარი. ამენ? როგორ შეიძლება ღმერთის მტერი იყოს შენი მეგობარი? შენ იმეგობრებ იმ პიროვნებასთან, ვინც შენს მტერთან მეგობრობს? გებულობთ? გებულობთ? ვინც შენს მტერთან ახლობლობს? შეიძლება ის დარჩეს შენს მეგობრად? ჰალელუია. ამიტომ ღმერთი კონკრეტულად გეუბნება. აი ხართ მეგობრები, ძმაკაცები და შენს ესეთ კარგ ძმაკაც ვიღაც გაუბრას და ან ის გაუბრას და ვიღაცას.
შენ გააგრძელებ მასთან ქილიks. მიხდეთ? ამას გვეუბნება უფალი. შენ თუ წუთი სოფელთან მეგობრობ, ის ჩემი მტერია. ამით შენ ჩემი მტერი ხდები. როგორ აგვიხსნა სხვანაირად ძვირფასებო? უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მე ვარ ან სინათლეში, ან სიბნელეში. წუთი სოფელთან მეგობრობა არის სიბნელეში დარჩენა და ღმერთის მტრობა. მიტოვება წუთი სოფლის ამ სიბნელის არის ღმერთთან დარჩენა და მისი მეგობრობა. აირჩიე. გინდა ღმერთის მეგობარი იყო. გინდა ღმერთის მეგობარი იყო. ეს არის პირობა, როგორ იყო ღმერთის მეგობარი. წუთი სოფელს აღარ უნდა ემეგობრო. მორჩა, აქ არ არის, თუ რაღაც გამონაკლისები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ, ნახეთ, აქედან ყალიბდება ძვირფასებო, როდესაც მაინც ეცდები რომ იმეგობრო წუთი სოფელთან. სხვადასხვა შური, მიკერძოება, ეგოიზმი. საიდან მოდის ეს ყველაფერი? წუთი სოფელი გაინფიცირებს. უნდა გამოაცხადო, ზურგი უნდა აქციო ამ ყველაფერს. გაგიგონიათ ესეთ სიტყვა კარანტინი. როდესაც სადღაც რაღაც დაავადების კერა ჩაღდებოდა, კარანტინი ცხადდებოდა, რომ ხალხი არ დაინფიცირებულიყო. წუთი სოფელს ყოველთვის გამოუცხადი კარანტინი. ის დაგაინფიცირებს რითი? შურით, შუღლით, ჯიბრით. რომ იმას უნდა აჯობო. ხო? აქ ჩვენთან რომ ამბობენ, ჩემი ვოლგა შენს ვოლგაზე 5 ყაველი გრძელია. თუ ერთით, არ ვიცი. მიხვდით ძვირფასებო. აი რა არის წუთი სოფლიდან, რა არის ჯოჯოხეთიდან ამოსული სიამაყე. არ უნდა იმეგობრო ესეთ რაღაცა, მე უკეთესი ვარ. თუნდაც ჩვენს ეთნოსში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მე უფრო უკეთე, მე უფრო მაგარი ქართველი ვარ. შენ არა ხარ, შენ ისა ხარ. გებულობთ მეგობრებო, რაშია საქმე? საიდან მოდის ეს? ეს ზემოდან არ მოდის და ღმერთისგან. ეს ქვემოდან მოდის. ეს წუთი სოფლისგან მოდის, იმიტომ რომ ის არის გარყვნელი და თუ არ დაანებებ თავს, ხდები, შეიძლება პატიოსანი იყო, მაგრამ აქ სულიერ ვრუშობაზეა საუბარი. არ უღალატო ღმერთს. ამენ. არავითარ შემთხვევაში ჯონ ვესლის აქვს კარგი გამონათქვამი. ქვეყნიერულია ყველაფერი, რაც ანელებს, აგრილებს შენს მიძღვნას და მიბმას ღმერთთან. გასმეთ? რომ ხარ მაგრად მიბმული, თუ ქვეყნიერებასთან არ შეწყვეტ კეკლოც, ის ნელ-ნელა გააცივებს, გაყინავს და გააფუჭებს ურთიერთობას. ჰალელუია. მოდით ნახოთ ასევე შემდეგი ილუსტრაცია. უკეთესია იყო ღმერთთან და იყო თუ გინდაც მსჯავრდადებული ქვეყნიერებისგან, ვიდრე იყო ქვეყნიერებასთან და მსჯავრი დაგედოს ღმერთისგან. აირჩიე, ვიღაც აუცილებლად დაგდებს ჯობს. ქვეყნიერებამ დაგდოს მსჯავრი ვიდრე ღმერთმა. ამენ. ბოლოს იქნება ამ ორიდან ასარჩევი. ბევრი ალტერნატივა არ იქნება ძვირფასებო. და უნდა მივაქციოთ ამას ყურადღება. გვინდა მოვშორდეთ სიბნელეს. თხილად იყავით, გთხოვთ. ძალიან ყურადღებით. ღმერთმა განაცალკევა სინათლე სიბნელისგან. და თუ შენ არ შორდები და არ ტოვებ მას, აუცილებლად განისჯები ქვეყნიერებისგან. ის ბოლოს მაინც მოგიშვერს თიც. რატომ გთხოვს ღმერთი რომ დაუჯერეო ჩემს სიტყვას? მე მინდა ეს ადგილი ვნახოთ ძვირფასებო. იგავის მეორე თავიდან. რატომ აი ლამის გეხვეწება უფალო ჩემს სიტყვებს დაუჯერე? იმიტომ რომ მას უნდა გიხსნას ბოროტისგან. უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან, სიბნელის მოყვარულისგან. ამენ. მრუდეგზებისგან. რომ გიხსნას ბოროტების გზიდან. ნახე, ღმერთს უნდა გამოგიყვანოს სიბნელიდან. ამიტომ გეუბნება, მოусმინე ჩემს სიტყვას. ის არ ამბობს, მე შენ მოგაბამ კისერზე თოქს, ბაწარს და ძალით გამოგათრევ სიბნელიდან. მიხვდით? გიხსნას უნდა ბოროტის გზიდან, უკუღმართად მოლაპარაკე კაცისგან. წუთი სოფელში არის უკუღმართად მოლაპარაკე კაცი. ეკლესიაში არ უნდა იყოს უკუღმართად მოლაპარაკე ადამიანი. გესმით? და თუ წუთი სოფელთან აქვს შეხება, ის აუცილებლად იქნება ესეთი. სწორი ბილიკების მიმტოვებელთან,
სიბნელის გზებით რო დადიან, რომელთა გზები მრუდეა და ბილიკი უღმართი, რათა გიხსნას უცხო ქალისგან, უცხო ტომელისგან, რომლის ნათქვამის ლაქარდიანია. გესმით? თვალთმაქცი გაიძვერა ხალხია წუთის სოფელში. და ის ეცდება, რომ შენ შეგიყვანოს ამ სიბნელეში, მოგაწონოს რაღაც პოზიცია მოგცეს და ძალით ვერ გადაგიყვანს იგიც. თუ შენ არ მიხვალ მასთან და როგორ მიდიხარ, ტოვებ სინათლეს. უფალი გეუბნება, მე მინდა გიხსნა, ამიტომ შვილო ჩემო, დასაწყისი ესე იწყება ამ თავის. შვილო ჩემო, ჩემი სიტყვა მოისმინე. დედა შენი სიტყვა გაიგონე, მამა შენი სიტყვა გაიგონე. შენი სულიერი ლიდერის სიტყვა გაიგონე. ამენ. ბიბლიას გაუგონე, იმიტომ რომ იქ ვერ გაიმარჯვებ იესოს გარეშე. წუთის სოფელში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს იესოს გარეშე. ეშმაკი ვერავინ ვერ დაამარცხა იესოს გარეშე. შენ ვერ დაამარცხებ ეშმაკს იესოს გარეშე. მხოლოდ იესომ დაამარცხა და შენ აღარ გჭირდება რაღაც ბრძოლები, შენ უნდა შეხვიდე იესოს გამარჯვებაში და აღარ მოშორდე სინათლეს. ამენ. აი რა პრინციპი დევს ამაში ძვირფასებო. ჰალელუია. ჩარლზ სპერჯენს აქვს კარგი გამონათქვამი და მინდა რომ მიაქციოთ ამას ყურადღება. შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი და არ შეიძულო ყველაფერი რაც მას ძულს. ჩვენ არა მხოლოდ უნდა მოვშორდეთ ბოროტებას და უარი ვთქვათ მასთან ამ ბოროტებაში ცხოვრების გაგრძელებაზე, არამედ უნდა ვიდგეთ მთელი შეიარაღებით წინააღმდეგ ამ ყოველგვარი ბოროტებისა. და წინ უნდა აღვდგეთ მთელი გულით. გესმით? ეს არ არის უბრალოდ თუ კარგი აღარ მინდა და გამოვედი. უნდა ვებრძოლოთ რომ ის ისევ აღარ დაბრუნდეს ჩვენ ცხოვრებაში. უნდა ვებრძოლოთ სერიოზულად. იმიტომ რომ ძვირფასებო ახლოვდება ჟამი, ბოლო დროა და უფრო გააფრდება. აი ნებისმიერი ჩემპიონატი რომ არის, მაგალითად შეჯიბრება ფეხბურთში. შეიძლება მთელი დრო მიიზლაზნება ესე, მაგრამ თუ რჩება რაღაც ცოტა წუთები, აი როგორ ებრძვიან ერთმანეთს, რომ იქნებ გამოგლიჯონ გამარჯვება ერთმანეთს. ესეთ პოზაში შედის დღეს ეს დროება ძვირფასებო. და აფრდება ეშმაკი. შეიძლება დღეს არ გეხება ესე. შეიძლება გეუბნება, ო კარგია იკითხე ბიბლია, მაგრამ თავარია, არ შეასრულო ის. მიხდით რომ აღმოგაჩინოს სიბნელეში. ჰალელუია. ღმერთის სიყვარული ნიშნავს ეშმაკის სიბნელეების სიძულვილს. ნახეთ, ადამიანი ვერაფერს ვერ ხედავს სიბნელეში ძვირფასებო და მას გონია რომ მასაც ვერ ხედავენ. სიბნელეში რო ხარ, გონია რომ შეუმჩნეველი ხარ. იმიტომ რომ სიბნელე ცოდვის პროტოტიპია, როცა ადამიანი ცოდვაშია. ისია ის, ესე თქვა, შესული აზარტში, რომ გონია რომ ვინმე ვერ ხედავს. ესაია ამბობს, რომ ვინ დაგვინახავს კაცო? მაინც სიბნელეში ვარ, სინათლეში რომ ვიყოს დაგვინახავდნენ, მაგრამ სიბნელეში ვინ დაგვინახავს? მაგრამ უნდა იცოდე, ყოველთვის უნდა გახსოვდეს. ერთმა ბრძენმა თქვა, რომ შენ გიყურებს თვალი, არის ყური, რომელსაც ესმის შენი სიტყვა და გაკვირდება ღმერთი. ამენ. ყოველი დაფარული გაცხადდება. რაც არ უნდა დაფარო, ყველაფერი გაცხადდება. ამიტომ არის აუცილებელი რომ დროზე მოაგვარო ყოველგვარი დაფარული. იცით ღმერთმა ცნება ორში მოგვითავსა. გიყვარდეს ღმერთი და გიყვარდეს მოყვასი. და პირველ იოანეს პირველი თავის მე-6-მე-7 მუხლში ამ კონტექსტში არის ძალიან კარგად მოცემული და ახსნილი ძვირფასებო ეს სიტუაცია. თუ ვამბობთ რომ მოზიარობა გვაქვს მასთან, მაგრამ სიბნელეში დავდივართ, მაშინ ტყუით და არ ვიქცევით ჭეშმარიტების მიხედვით. ესმით? ანუ ღმერთთან მიმართებაში. თუ მასთან გვინდა ვიყოთ და ვაღიარეთ, მაგრამ სიბნელეში ხანდახან ვუხვევთ, მაშინ მატყუარები ვართ. და ეხლა რაც შეეხება მოყვას, თუ სინათლეში დავდივართ, როგორც ის არის სინათლეში, მაშინ მოზიარობა გვაქვს ერთმანეთთან. ამენ. და მისი ძის იესოს ქრისტეს სისხლი წვენს ყოველგვარი ცოდვისგან. გინდა ყოველგვარი ცოდვისგან გაგწმინდოს უფლის სისხლმა? სინათლეში უნდა იყო. ამენ.
გინდა გაგწმინდოს ცოდვისგან უფლისის ხმა არ გაიხედო სიბნელისკენ. პირობა შენი განთავისუფლების არის დარჩენა სინათლეში. ამენ. მხოლოდ და მხოლოდ სინათლეში. სადაც იესო არ გაივლიდა. სადაც და რასაც იესო არ იტყოდა. რასაც იესო არ გააკეთებდა. გაგიმეორებთ. სადაც იესო არ გაივლიდა. რასაც იესო არ გააკეთებდა. რასაც იესო არ იტყოდა. ყველაფერი არის სიბნელე. ალო, ისმის? რასაც იესო არ გააკეთებდა, სადაც იესო არ გაივლიდა. ამენ. ყველაფერი სიბნელეა. რატომ რჩებიან სიბნელეში ძვირფასებო? იმიტომ სიბნელე ყველგან არის. გესმენთ? ყველგან. ამ წუთის სოფელში ყველგან არის სიბნელე. და რომ მიატოვო სიბნელე უნდა ადგე და წახვიდე იმ ერთადერთი სინათლისკენ. და ეს არ უნდა ეზარებათ მიეჩვიე. გესმენთ? დერეკ პრინსავს ეს გამონათქვამი მინდა ვნახოთ და გავაგრძელოთ. ხალხი არ მიდის სინათლისკენ, რომ ღმერთის ძალით გააკეთონ სასწაულები, მისი საქმეები გაემეორენ და მიაგონ მას დიდება. უფრო ადრე ისინი და საერთოდ ისინი უფრო უპირატესობას ანიჭებენ წყნარ ესეთ რელიგიურ ჭაობში ყოფნას, სადაც მათ აქვთ ნებადართული რომ აკეთონ რაც უნდათ. რატო არ მიდიან სინათლეში? არის ვარ ჩემთვის წყნარად, რაც მინდა იმას ვაკეთებ. მინდა კომპიუტერში ვითამაშებ, მინდა ტელეფონში შევძრები, მინდა ჩემით რაღაც წამოვგორდები. გესმენთ? ამიტომ რომ სინათლე მომთხოვს წესრიგს, სინათლე მომთხოვს დისციპლინას, სინათლე მომთხოვს შეცვლას. ამენ. და არ უნდათ. და ვერ ხვდებიან რომ რჩებიან სინათლეში და ეს არის დამღუპველი მათთვის ძვირფასებო. ამენ. ადგე მიატოვო ყველაფერი, შეილახო რეპუტაცია, გადააბიჯო ეგოს, დამდაბლდე. აი რა არ უნდათ ხალხს? იმიტომ მიეჩვიენ. შეიძლება არც უსვამდნენ იქ თავზე ხელს, მაგრამ მიეჩვიენ. შეიძლება აცნობიერებდნენ რომ არ არის სწორი, მაგრამ მიეჩვიენ. და კიდევ ერთხელ გეტყვით, იესოს სისხლი არ წმენს იმას, ვინც რჩება სიბნელეში. თუ გინდა რომ იესოს სისხლი ავტომატურად წმენდეს ყოველგვარი ცოდვისგან, სინათლეში უნდა იყო. ყოველთვის უნდა იყოს სინათლეში. მოდით ნახოთ შემდეგი. უკუღმართი კაცი განხეთქილებას თესავს, ცილის წამებელი მეგობრებს აშორებს. გესმენთ? ეთანხმებით ძვირფასებო სოლომონ ბიძიას თუ ბაბუას? გესმენთ? რასაც არ უნდა აკეთებდე ადამიანის ზურგს უკან, ღმერთის და სინდისის წინაშე აკეთებ ამ ყველაფერს. თუ ადამიანი გენდობა, გესმენთ? არ უღალატო. სწორად მოიქეცი. ისწავლე მისი პირობებით ცხოვრება. ამენ. დროზე ჩამოიხიე ნიღაბი. იმიტომ რა აჩვენებს ადამიანის სახეს? რა ვეღარ აკავებს ნიღაბს ადამიანის სახეზე? ან პრობლემა, ან წარმატება. არის კაცი ჩვეულებრივად, არის ჩვეულებრივი, კარგი ადამიანი. ჩავარდება პრობლემაში, იმ წამსვე ეხსნება ნიღაბი. რისხდება, ბრაზდება. ცოტა ზედმეტ ორ კაპიკს ნახავს. იხსნება ნიღაბი, რომ ცოტა უკვე ხრებში სწორდება. გესმენთ ძვირფასებო? ეს სიბნელეში დარჩენა არის. თუ გინდა რომ აღარ იყო სიბნელეში და იყო სინათლეში, მაშინ უნდა უთხრა რომ ღმერთო უნდა მომეხმარო. ამენ. ესეთი ტომას ვატსონი იყო, ნახეთ რა საინტერესო რაღაცა თქვა ძვირფასებო. ვინც ავრცელებს ჭორებს, ეშმაკი ყავს ენაზე. ვინც ისმენს ჭორებს, ყურებში ყავს ეს ეშმაკი.
ამენ. ვინც ავრცელებს, ენაზე აქვს, ყავს. ვინც ისმენს ენაზე, ამიტომ არ ისმინო. ამენ. ადამიანს ის უთხარი, რასაც პირში ეტყოდი. ჰალელუია. და თუ რამე მოგივიდა ესეთი, გაარკვიე, მოაგვარე, სანამ დრო არის, მოინანიე და შეურიგდი. ჰალელუია. გება უფალს. გება ჩვენს უფალს. ძვირფასებო, ყოველი ჩვენი სიტყვა იწერება იქ წიგნში. შეიძლება არ დამიჯერო მე, მაგრამ იქ იწერება. ამენ. მოდით ნახოთ იესოს ძალიან საინტერესო ილუსტრაცია. ესე დავდგებით ყველანი ჩვენი ერთ დღეს იესოს წინაშე და ყოველდღიური კადრი თუ როგორ ვიცხოვრეთ, ვისთან ვიყავით, რა ვთქვით, რა გავაკეთეთ. აი როგორც კინოში. ესე დატრიალდება. და იქ უკვე ვეღარ მოასწრებს ვინმე. აქ უნდა მოასწრო მონანიება. ამენ. თქვი აქ არის დრო, რომ გადაურჩე სიბნელეს. ლუკა 12:3. რასაც ბრელში იტყვით, სინათლეზე მოისმენენ, რასაც ოთახებში ჩასჩურჩულებთ ერთმანეთს, ერთო ბანებზე გახმაურდება. ახე, თქვი, არ ვიცი შეგაცდინეს ან შეეცდი, არ აქვს მნიშვნელობა, ვიღაცაზე რაღაც. თუ ამას არ მოაგვარებ აქ, ამ წუთის სოფელში, ვიდრე ხარ. მთელი მსოფლიო მანამდე ვინც იყო და ვინც დაიბადება, დღევანდელის ჩათვლით, ყველა მოისმენს ამას. იესომ გითხრა, შენ ჩურჩულით ნათქვამი. რას ნიშნავს ჩურჩულით ნათქვამი? თუ პუბლიკის წინაშე იტყვი, კი ბატონო. თუ ვერ ამბობ და ჩუმად, იცი. ეს ვინ ყოფილა? ყველა გაიგებს. ტყუილს მოკლე ფეხი აქვს და მიაქცია ყურადღება. სიბნელიდან ერთადერთი გამოსავალი არის იესო ქრისტე. ამენ. სიბნელიდან გამოსავალი არის იესო ქრისტე. და შენ უნდა გამოეყო სიბნელეს მეორე კორინთოთა 6:14-17 ძვირფასო. მოდი ცოტა დავაჩქაროთ. ნუ შეებნებით ურწმუნოებთან უცხო უღელში. რადგან რა საერთო აქვს სიმართლეს ურჯულოებასთან? რა საერთო აქვს ნათელს წვდიათთან? აქვს საერთო რამე? ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით. ამენ. უთხარ მე უნდა გამოვეყო უკვე ამ სიბნელეს. ჰალელუია. ამიტომ ღმერთი ჯერ ერთი გეუბნება რომ რა საერთო აქვს. უწმინდურს მე მიეკარები და ასეთ შემთხვევაში მიგიღებო მე. ისე არ მიგიღებს ღმერთი. ჩვენთვის თავარია ღმერთმა მიგვიღოს ვიფასება. ამიტომ დავდაბდეთ და მოვაგვაროთ ყველაფერი. ამენ. შეწყვიტე მოზიარეობა, ურთიერთობა სიბნელესთან და ცოდვასთან. შეწყვიტე ურთიერთობა სიბნელესთან და წვდიათთან. ეფესათა 5:11-დან. ნუ ეზიარებით სიბნელის უნაყოფო საქმეებს, არამედ ამხილეთ. გესმენით? ამხილე. გეუბნება ვინმე რამეს? ვიღაცაზე? უთხარი აღარ მითხრა. ან მიდი და მას უთხარი. ან თუ ბიჭი ხარ, მასთან ერთად მითხარი. ამენ? ამხილეო გეუბნება უფალი, რადგან რასაც ისინი ფარულად აკეთებენ, სალაპარაკოდაც კი სამართლიანოა და მაინც ყველაფერი სინათლით მჟღავნდება, ვინაიდან რაც გამომჟღავნდა, უკვე ნათელია. ჯობს სინათლეზე გამოიტანო სიბიძურე და გააქრო ბოლო მოათავო ყველაფერი, რომ აღარ დაგრჩეს. ამენ? რომ გაგწმინდოს უფალმა და გიხსნას. ჰალელუია. ჰალელუია. ძალიან კარგი მაგალითია ძვირფასებო 5 გონიერის და 5 უგუნურის იგავი. გახსოვთ ხო? თითქოს ქონდათ ლამპრები, მაგრამ სათადარიგო არ ქონდათ. მზად იყავი. ამენ. იმიტომ იესომ არ მიიღო ისინი, აქ არ არიან. ის უგუნური 5 არ არის ურწმუნო და ცოდვილი. ეკლესიის შემადგენელი ნაწილია ძვირფასო. აი
იესოს მსუბუქი საამური და ადვილი უღელი და დაუქვემდებარე შენი ბაგე პირი იესოს. ამენ. უთხარი უფალო ლაგამი ამოდე ჩემს ენას. გესმის? დარაჯი დაუყენე უფალო ჩემს ბაგეს. მომეხმარე რომ მართო ის. იმიტომ რომ ენა შეუკავებელი ბოროტებაა, რომელიც ჩაგაგდებს ისეთ წვდიათში სიბნელის, რომ ვერ ამოხვალ იქედან. რომელთა მე-13 თავიდან ძვირფასებო, მოდით ნახოთ. ღამე მიდის და დღე ახლოვდება, ამიტომ მოვიშოროთ. შენ უნდა მოიშორო. ვინმე ვერ მოგაშორებს. თუ მე უნდა მოვიშორო. მოვიშოროთ სიბნელის საქმეები და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. მოვიქცეთ თავდაჭერილად. რას იჯას თავდაჭერილად? დააჭერინე შენი თავი უფალს. ამენ. თუ უფალს არ ექნება შენი თავი მის უღელში, მაშინ ნახეთ რა ხდება. მაშინ მოგიწევს ღრეობა, ლოთობა, გარყვნილება, თავაშვებულობა, ჩხუბი, შური და ეს გაგრძელდება. ერთადერთი გადარჩენა ჩვენი, ვიფასებო, არის იესოს უღელში თავის შეყოფა. სხვანაირად მე ვერ ავწდები ამ ყველაფერს. გამოჭერილი ვარ სხვანაირად, მსხვერპლი ვარ, დაღუპული ვარ. ერთადერთი შანსი არის რომ უფალს უთხრა, უფალო დაიჭირე ჩემი თავი. ამენ. გინდა თავდაჭერილი იყო. შეეხე იესოს უღელში თავი. სხვანაირად ვინმე ვერ დაიჭერ შენს თავს. ამენ. შენაც ვერ დაიჭერ შენს თავს. იესოს გარდა. კარგით. ნიღბები ჩამოიგლიჯე. და არა მხოლოდ ბაგით, არამედ გულით ემსახურე უფალს. ეს ხალხიო, ბაგით ახლოს არის ჩემთან. ბაგით პატივს მცემს. ო უფალო, მაგრამ გული შორს არისო. გული უნდა ღმერთშენი. ამენ. გული მიუძღვენი. ვინც სიბნელეს არ გძნობს, არასოდეს დაიწყებს რომ ეძებოს სინათლე. ამიტომ იგრძენი წვდიადი. და უთხარი ღმერთო მინდა რომ დავიწყო უკვე სინათლეში ცხოვრება. რა არ შვენის ქრისტიანს? რა არ შვენის? ხო? არის ხო? ადამიანს შვენის რაღაც და უხდება, არის რომ არ შვენის, მაგრამ მაინც არის იმაში შემოსილი. ქრისტიანს არ შვენის ვიფასებო მერყეობა. როგორც ზღვის ტალღა ისეო მერყევი კაცი. არამდგრადია თავის გზაზე. ქრისტიანს არ შვენის სიზარმაცე. აი ზარმაცი ქრისტიანი. ეს არის საზიზღრობა ზეცაზე. ზეცის თვალში. ქრისტიანს არ შვენის სიჯიუტე. კიდე? რა არ შვენის ქრისტიანს? ჩამოთვალე. რა არ შვენის ქრისტიანს? არ უხდება მას. ამენ? უთხარი შენს გვერდით ვინ ზის? გიხდება ეს პერანგი. უთხარი გიხდება პიჯაკი. უთხარი სათვალე გიხდება ჩემო დაია. ამენ. ღიმილი გიხდება. უთხარი გიხდება. ჰალელუია. რასაც გეუბნები იმას ეუბნები თუ ისე ელაპარაკები. ჰალელუია. ამენ. გიხდება კბილები. ჰალელუია. მაგრამ არის რაღაც რაც არ უხდება ადამიანს ვიფასება. ამენ. და უნდა ვიცოდეთ ეს. ის რაც გამოწვეულია მიმბაძველობით, ჯიბრით, გულისთქმებით არ უხდება ადამიანს. ეფესელთა 5:8. ვინაიდან ოდესღაც სიბნელე იყავით. ახლა კი სინათლე ხართ უფალში, მას იარეთ, როგორც სინათლის შვილებს შეშვენით. ისე იცხოვრე, რაც შეშვენის ქრისტიანს. რაც შეშვენის სინათლის შვილს. ამენ. რაც არ შეშვენის ქრისტეს არ გააკეთო. რაც ქრისტეს არ შეშვენის, არ თქვა. ამენ. სადაც ქრისტეს არ შეშვენის ყოფნა იქ არ მიხვიდე. დიდება მას. იესოს არ უთქვამს ვირფასლო, რომ შენ ხარ ციცინათელა. ვინ იცის რა არის ციცინათელა? ციცინათელა არის ხან ანათებს, ხან ბნელია. არიან ესეთი ქრისტიანები. ეკლესიაში ანათებენ, წუთისოფელში აბნელებენ. ციცინათელა, ხო ისეთ გვაქვს ხო ციცინათელა. აი ციცინათელა ვიჭერდით ხოლმე ხელში. თქვი მე არ მინდა ვიყო ციცინათელა. ამენ.
მე მინდა მუდმივად ვანათო. თქვი მე მინდა მუდმივად ვანათო. და კიდე იცით იესომ რა არ თქვა? გინდა? გითხრა. იესომ თქვა რომ შენ არ ხარ ფეიერვერკი. რა არის ფეიერვერკი? დღესასწაულებზე ფეთქდება. ხასიათზე მოვიდა და აფეთქდა, მოფრინდა ეკლესიაში. იდეებით სავსე. და მომდევნო ერთი წელი კიდე უნდა ელოდოს, რომ როდის აფეთქდეს. შენ არ ხარ ფეიერვერკი. ამენ. სწავლობ რამეს დღეს. იესომ თქვა შენ სინათლე ხარ. ამენ. არც სინათლა, არც ფეიერვერკი. შენ ხარ მუდმივად მანათობელი და ანთებული ღმერთის სიყვარულში. ამენ. ამენ. ძვირფასებო სავლე გახსოვთ? სავლეს ეგონა რომ იყო სინათლე. და ფაქტიურად იესოს წინააღმდეგ მიდიოდა. ადამიანებს გონიათ რომ მართალი არიან და მიდიან ეკლესიის წინააღმდეგ. რო კითხო არაფერს არ აკეთებს ცუდს კაცო. ესე თუ ამბობს სიტყვა. ამენ. სოლომონის ბრალია. ჰალელუია. გესმით რომ ეგონა რომ იყო წინვალება და იყო ძალიან პატივდებული. იესომ გააჩერა. დააბრმავა იმ არასწორისთვის და ახალი სინათლე მისცა. გინდა? სავლე განადგურდეს შენ ცხოვრებაში და გახდეს პავლე. ამენ. უთხარი მას, ეს შესაძლებელია. დიდება მას ვიფასებო. თუ არ ანათებ სიბნელეში, მაშინ სიბნელე ხარ. ამენ. თუ არ ანათებ, მაშინ სიბნელე ხარ. თუ ცხვენია იესოს დამოწმების, მაშინ სინათლე არ ხარ. ვისაც ჩემი შერწყვება უნდა შერწყვება მამის წინაშე მისთვის. ამიტომ უნდა ანათო. ამენ. სიბნელემ ღორებში ჩააგდო გზააბნეული ძე. მაგრამ სინათლემ დააბრუნა მამასთან. გინდა მამასთან დაბრუნდე. უთხარი, სიბნელეში ვიყავი მამა და დამაბრუნე შენთან. ივანე 8:12. კლავე ელაპარაკა ხალხს იესო და უთხრა, მე ვარ სინათლე ქვეყნისა და ვინც მე მომკვება, ბნელში არ ივლის, არამედ სიცოცხლის სინათლე ექნება. იესო სინათლეა და მიყევი სინათლეს. სხვა არაფერს და არავის. ვინ ეცდება გამაჩეროს? ტრადიცია, რელიგია, ხალხის აზრი. და რაც შეეხება ოჯახს, ვიფასებო, იცით იესომ რა თქვა? შინაური იქნება შენი მტერი. ვინც სინათლეს არ მიყვება, სიბნელეა და შენი მტერია. ამიტომ უნდა დააბალანსო ეს ყველაფერი. საოცარი გამონათქვა მიაქვს ჩარლს სპერჯენს. მომისმინეთ. ბიბლია არ არის ქვეყნიერების სინათლე. გესმით? ის არ არის ქვეყნიერების სინათლე, იმიტომ რომ მას არ კითხულობს ქვეყნიერება. ამენ. ბიბლია ჩვენი სინათლეა, ჩვენ ვკითხულობ და ხალხი ბიბლიას კი არ კითხულობს, შენ და მე ვკითხულობს. გესმით? ხალხი კითხულობს ჩვენ. ამიტომ ჩვენ თუ სინათლე ვიქნებით, წაგვიკითხავს ხალხი. თუ ჩვენ სიბნელე ვიქნებით, არ წაგვიკითხავს ხალხი. ამიტომ ჩვენ გვითხრა ღმერთმა და არა ქვეყნიერებას, რომ თქვენ ხართ სინათლე. ამიტომ ბიბლია იკითხე და იყავი მისი ანარეკლი. ჰალელუია. იკითხე ბიბლია, იყავი ანარეკლი, მოინანიე და ყოველთვის გაიქეცი სინათლისკენ. მოდით ნახოთ ერთი კარგი ისა მუხლია ძვირფასებო. შემდეგი მაგიარა მანამდე ილუსტრაცია. ჩემი ღმერთი სინათლეთ მიქცევს სიბნელეს. ჩემი ღმერთი სინათლეთ მიქცევს სიბნელეს. ამენ. ჩემი ღმერთი სინათლეთ მიქცევს სიბნელეს. თუ შენ მოინანიებ და ეტყვი უფალო, მინდა შევიცვალო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენი სიბნელეა შენ და რა სიბნელეში ხარ. ყველაფერს სინათლეთ გადააქცევს. ერთი თვალის დახამხამებით, ერთი გაწკაპუნებით.
აენთება მისი სინათლე და გაქრება სიბნელე. ამენ. ნახეთ 112-4. მოდი ცოტა ტემპში წავიდეთ. სიბნელეში შუქს ამოუბრწყინებს წფელებს. მოწყალე შემბრალე და მართალია იგი. თუ წფელი ხარ, გაგინათებს ღმერთი. როგორ იყო წფელი? შეწყვიტე თავის მართლება, რაღაცის დამალვა. შეწყვიტე, ესე აი თუ მითხრა ვეტყვი. არა, ისწავლე ანგარიშვალდებულება. ნუ ელოდები რომ რაღაცა შეგეკითხებია. იყავი ანგარიშვალდებული და თქვი, ესეთი რაღაცა მომივიდა, ესეთი რაღაცა შემეშალა. არ დამალო არაფერი, იმიტომ რომ ის ცუდ ნაყოფს გამოიღებს ვირფასო შენ ცხოვრებაში. ამენ. იყავი როგორც ბავშვი. ჰალელუია. არაფერი არ მიჩქმალო. თუ მოხვეტავ რამეს, არ შეყარო ნოხის ქვეშ. გადაყარე. განთავისუფლდი, წფელი იყავი. თქვი მე მინდა ვიყო წფელი. 119 ძვირფასო ნახოთ, მოდით, ორი მაგარი მუხლია. და მალე ვამთავრებთ უკვე. ლამპარია ჩემს ფერხთათვის შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკისთვის. სინათლეს იძლევა შენი სიტყვის გამოცხადება. გონიერებას მატებს გულუბრალოებს. ბიბლია სინათლე. ამენ. როგორ გავნათდე ღმერთით? ბიბლია არ მოშორდეს. შენი სიტყვა ლამპარია. ამენ. ძვირფასებო ფანარი, წარმოგიდგენია? რაში გჭირდება სიბნელეში ფანარი? ერთხელ გამოცხადება მივიღე, უშუქობის დროს, იყო ასეთი უშუქობის დრო, პატარებს შეიძლება არ ახსოვდეთ. და ამ ფანარის მივდივარ ქალაქში, ზღვის პირზე ვარ რა. და იტალიურ ეზოს გავწდი და რაღაც ხმაო მოუბრუნდი. და დავიწყე, დამაინტერესა რა ხდებოდა იქ. თან ნელ-ნელა მივდიოდი. რაღაცა წავაუგარ ფეხი და კინაღამ კისერი მომიტეხე. შუქი რო გიჭირავს, რაღაცებს კი არ უნდა ანათო, გზა უნდა გაინათო. ამენ. ხალხი ესე არის, რაღაცებს უყურებს და იმათ ჭკუით დადის და იტეხავს კისერს. ბიბლია იცი რა გჭირდება? ვიღაცებს კი არ მიუნათო, შენს გზას მიუნათე. შენ გამასწორდი, შენ შეიცვალე, შენ გამოდი სიბნელიდან და დადექი სინათლეში. ამენ. აი რისთვის არის სინათლე ძვირფასებო? ის გონიერებას მომცემს, ვის უნდა გონიერი გახდეს? ახლა სინათლეში ხარ და გონიერიც. რა მაგარია. კარგი ძვირფასებო. მოდით უკვე დავამთავროთ. ბოლო მოსაზრება მინდა წაგიკითხოთ, ძალიან საინტერესოა. ქება ეს არის რწმენა მოქმედებაში. როდესაც თქვენ აქებთ ღმერთს სიბნელეში, პრობლემებში, ეს მტერს ჭკუიდან შლის. მან იცის, რომ შენ შეგიძლია განადიდო და აღამაღლო იესოს სახელი. და მიუხედავად ამისა, ის გეწინააღმდეგება, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწევს, თუ შენ მაინც განაგრძობ მის განდიდებას. ამენ. ძვირფასებო, ცეცხლით არ აქრობენ. ცეცხლს ით აქრობენ? ჩემი ჭკვიანი ხალხი. ბოროტებას რით აქრობენ? სიკეთით. ამენ. სიძულწეს? სიძულვილს? ჭკვიანები ხარ. ჭკვიანები ხარ. ნახე, სიბნელეს ნუ ამარცხებ სიბნელით. რითი უნდა დაამარცხო? სინათლით. ჰალელუია. ნახეთ დასაწყისში ღმერთი რას ამბობს ვირფასებო. იხილა ღმერთმა, რომ კარგი იყო ნათელი და გაყო ღმერთმა ნათელი ბნელისგან. გაყე ყოველგვარი ბნელი შენ ცხოვრებაში ნათელისგან. აღარ შეხედო, არ ებრძოლო ბნელს, ანათე და ის გაქრება, განადგურდება და დამარცხდება და ყველა გაბრწყინებულმა თქვა ქება ჩვენს უფალს. ჰალელუია. მოდი წამო